დრეზდენის ცენტრში ვართ და ერთ-ერთი ჩემი ძალიან ძველი მეგობრები, ნინი ინარიძე და ლევანი ბერელიძე, საერთოდ არ ვიცოდი რომ აქ იყვნენ და შემთხვევით შევხვიანდით და ანუ მომწერეს რომ ნახეს რომ დრეზდენში ვიყავით და გადავაკვეთეთ რა თქმა უნდა აქ და მოვედით ლევანისთან და ნინისთან სახლში და აი ესეთი ულამაზესი ხედი არის წინ, ეს არის დრეზდენის ცენტრი არის და ძალიან ლამაზია აქაურობა. Თვალიერებინებენ ექსკურსიაზე დაგვიყვანეთ მოკლედ. ნინისგან წამოვედით, ქართულად გაგვიმასპინძლდნენ, ნინი და ლევანი, მისი მეუღლე თავის ბავშვებთან ერთად, ქართული ხაჭაპურები გამოგვიცხეს მოკლედ, დაგვხსნեն, ერთი დღე დაგვიტოვეთ. აი ესეთი ლამაზი და მისტიური ადგილი არის და აი ამ მისტიური ადგილიდან ვიძრებით პოლონეთისკენ, რომელიც საერთოდ არ გვქონდა იდეაში დაგეგმილი, თუმცა კიდევ ერთმა ქართულმა მოგწერა და გთხოვა რომ წამოვსულიყავით მასთან და დრეზდენის ცენტრიდან გავემართებით უკვე პოლონეთისკენ. შემოდი და ესე ვარზე გაჩერდი. Ჩეროდ? ოკეი. როგორი მგზავრეთ? ძალიან კარგად. ცოტა წვიმა მოგვიწია, მაგიტო საწვევები ჩავიჩით რა. მიეცი გადის, მიეცი. აქ თუ არ გეჭყვებიან, ჩვენ არ გვაქვს არაფერი პრობლემა. ქალაქ ჟარში ვართ, ახლა ჩამოსვლები მე და დავითი, აგერ არის ჩვენი ლამაზი გოგონები და აი წაიკითხეთ რაც წერია ქართული. ეს არის ქართული რესტორანი. ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ქართველმა მოგწერა ბიჭმა, ჩვენ ხელო ბიჭი არის, რომელიც ჩამოსული არის ჟარში და გახსნა ქართული რესტორანი და მოღვაწეობს მოკლედ. აი ესეც ნახეთ, აი ესეც ლამაზია. ქართული ორნამენტები, მოკლედ ეს ყველაფერი არის თავისი ხელით შექმნილი, თავის საკუთარი ხელით ოჯახთან ერთად არის ამოსული და გააკეთა ეს ქართული რესტორანი და დაგვაპატიჟა და ბოდიში ესეთი მაგარი გარემო არის, ქართული ჩოხები. ეხლა აი ხედავთ დორბლი რომ მომდის ხედავთ, აი პროზა აი ამას შეხედეთ. აი ამას და ეხლა აი ამას შეხედეთ. ძალიან დიდი მადლობა მოდი. ძალიან ცუდად ვარ. მაგას უბრალოდ ხმა ხელოვნების მდგომ ჭირდება. არ ვერაფერი, ცოტა ხანში გეტყვით. ვერაფერს ვერ გეტყვით. გერაი ბატონი ლევანი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა უმეტესი მადლობა გადაგიხადო მასპინძლობისთვის და დავი საქართველოში დიდი იმედი მაქვს რომ შევხვდებით კიდე რა. არის რა დავა. ოშო, გამარჯობა თქვენ. მოკლედ, ქართულად გვიმასპინძლეს, გაგვახსენეს ქართული სიტუაცია და შემდეგ უკვე ეხლა დავიძრებით ნელ-ნელა ბერლინისკენ. პაკა ხალხო. მეტყობა გამოძინებული და სუფთა რო არ. როგორც იქნა, მოკლედ ჩამოვედით ბერლინში 10 დღიანი მგზავრობის და 4400 კილომეტრის გავლით შემდეგ მოვედით ბერლინში, მოკლედ გვიშინ და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. პირველი ეტაპი გადალახული გვაქვს, მოკლედ აქამდე ჩამოსვლის საქართველოდან. ბაიკები იდეალურ მდგომარეობებშია, არაფერი არ აწუხებს აბსოლუტურად ჩვენს ქართულ კავასაკებს და შემართებით არიან წინ კიდე 10000 კილომეტრის საკატავად. მოკლედ ახლა პროცესი გვაქვს ესეთი, რომ ერთი კვირა ვიცხოვრებთ ბერლინში, სადაც დაველოდებით ჩვენების ჩამოფრენას და შემდეგ უკვე ყველანი ერთად გავაგრძელებთ გზას სხვადასხვა ქვეყნებისკენ. ამ ერთ კვირაში მე უნდა დავგეგმო მარშრუტები, სად და რომელ ქვეყანაში და როდის წავალთ და რაც მთავარია, უნდა შევიძინო რაიმე მანქანა. ჯერჯერობით არ ვიცი რა მანქანა, მაგრამ რაიმე ისეთი პრაქტიკული, რომელიც გამოგვადგება გზაში ამ მოგზაურობის დროს.
მოკლედ, შემართებით ვართ, მეც და დავითიც. დავითი ხა ზევით არის უკვე ამონტაჟებს ვიდეოს, პირველი ვიდეო რო დაიდოს უკვე. ხო და ესე იდეალურად გაგრძელდება, დიდი იმედი მაქვს მთელი ეს ევროტური 2 თვის განმავლობაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორ Leader Sports, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Teketa Motors, რომელიც არის მოტოვის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და ასევე ძალიან დიდი მადლობა Mobinex. მოკლედ, ამ სამი კომპანიის მეშვეობით ჩვენ შევძელით, ჩამოვედით ბერლინამდე იდეალურად მიდის ყველაფერი აბსოლუტურად და ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ამ ჩვენ მეგობარ კომპანიებს. დანარჩენს მოკლედ გავაგრძელებთ გზას ახლა და განახებთ ნელ-ნელა რა და როგორ იქნება. Very nice. Thank you, bro. Come on. Come on. Come on. Very good. Come on. Come on. Come on. Nice, bro. Oh. გავყვები და გავუძლებთ დანარჩენს წინ განახებთ, როცა გავჩერდებით. დაახლოებით ეს სიტუაცია არის. ძალიან ბევრი ბაიკი აყენია, მოიცა. ესე ჯობია, ხო?
ძალიან ბევრი მოტოციკლი არის. ნუ რავი 200-ზე მეტი მოტოციკლი არის ხო აქ შეგრებელი. 4 ქუჩა არის გადაკეტილი ამ ივენტის გამო. და ეხლა განახებთ ორ განსხვავებულ მოტოციკლს, რომელმაც გამოიწვია ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და ინტერესი ხალხის, რომელსაც ძალიან ბევრი ხალხი დაეხუია, რომ ენახათ რა იყო ახლოდან. პირველი არის აი ეს. ეხლა ნუ დაწყარდა სიტუაცია, იმიტომ რომ ხალხი უკვე ცოტა მიეჩვია ყველაფერს და გარშემო აღარ არის დახოვული. ერთი ეს ბაიკი იყო, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, აგერ შეხედეთ, მართლა ძალიან ლამაზი არის. ხელით არის ეს ყველაფერი დახატული. და ეხლა განახეთ მეორე ბაიკს, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ნუ ზოგადად აქ ესეთი არტ მიმდინარეობები ძალიან უყვართ. განახებთ მეორე ბაიკს. აი ესეთი სიტუაცია არის. აი ეს ლამაზად გამოიყურება. არაფერი არ ხდება რეალურად მთელი ამ ყველაფრის დედააზრი არის ის, რომ უბრალოდ ერთად გაიკატავეს მოტოციკლეტისტებმა და შეიკრიბნენ უბრალოდ ერთ ლოკაციაზე. ქალაქში იყო ძალიან დიდი რაიდი, პოლიცია კეტავდა გზებს და ეს არის მეორე ბაიკი, რომელმაც გამოიწვია ასევე ძალიან დიდი ინტერესი. აი ეს არის აქაც ეხლა არ არიან ხალხები, მაგრამ წერან ძალიან ბევრი უყურებდა და ახლოდან ვერ მიხვდნენ უბრალოდ რა იყო, რატო იყო, რანაირად იყო ეს ყველაფერი და მეკითხებოდნენ რაღაცეებს და ნუ პროსტო მარტო რახან ვარ არ გამოდიოდა ამ ყველაფრის ჩაწერა და თან პასუხი ხალხზე რა, მაგრამ ნუ აი ესეთი სიტუაცია არის. ძალიან ლამაზი არის ეს ყველაფერი ერთად სანახავად და რაც თავარია ყველას გისურვებთ რომ გქონდეთ ერთხელ მაინც საშუალება ცხოვრებაში რომ მსგავს სიტუაციაში მოხვდეთ თქვენსავე მოტოციკლთან ერთად, თქვენსავე საყვარელ მოტოციკლთან ერთად, რაც მთავარი არის და ნახოთ რა მაგარი ვაიბი არის ეს ყველაფერი ახლოდან. თქვენს თავზე გამოსცადოთ მოკლედ ეს ყველაფერი. აგერ არის, ახლა გავაგრძელოთ, მოდი კიდე დათვალიერება ამ ბაიკების. ერთი Street Fighter-ი აგერ. ეს მეორე Street Fighter-ი. სულ ახალი Street Fighter-ებიც ეყენა და მაგებსაც განახებთ და ერთი ახალი პანიგალეც ეყენა, ოღონდ V2. ანუ Honda-ბიც კი ლამაზად გამოიყურება ამ ხელა ამბავში. აგერ ერთ-ერთი პანიგალე კიდე. ბულეგას ედიშენი არის? პირველი ბაუტისტა არის, სავარაუდოდ ბაუტისტას პონჩი აქვს დაკრული ეს ყველაფერი. აი ახალი პანიგალე on V2 ესი. ძალიან ლამაზი არის, აი რავი, მართლა ხელოვნების ნიმუში არის. KTM RC8, რომელიცაც ხშირად არ ვარ განებივრებულები, საქართველოში არ ვიცი საერთოდ ეს მოდელი დადის თუ არა. მე მგონი არ დადის, რავი, მე არ შემხვედრია. ესეც ტიპია. ესე ძალიან ლამაზი Street Fighter-ი არის, ნახეთ. ესე. VMAX-იც არის აგერ. ალი CBR Triple R არის ეს. ეს Triple R. აი. ამ ბაიკმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ძალიან მოსწონს ბევრს ეგ მოდელი, on 3R. 45. Can you show me? Yeah, thanks so much. Like, oh, bike up. Very nice. ის რამდენი ხმაური შეუძლია მოკლედ ლუშწელიდან, აი ესე. რა ხდება აქ აგიხსნით. პირველ სამ ადგილს დეციბელების მიხედვით ვინც ყველაზე მეტი დეციბელი დააგროვა, აჯილდოვებენ ვაუჩერით.
აი ესე. ჩვენ გვაქვს 125 დეციბელი, მახსოვს და პირველ ადგილს ქონდა 127. ანუ 0.0 რაღაცით, ავწდით. მე სამი ადგილს. და დააჯილდოვეს მოკლედ ვაუჩერებით, ერთ-ერთი მოტომაღაზიის ვაუჩერები არის პირველი, მეორე, მესამე ადგილისთვის. აბა გამარჯობა, გენაცვალე. აბა ვინ ახალ? ხარი ორი სიტყვით. რომელი ხარ? გოგა. სახში იციან აქ. კი, დიხანია ხარ. მოკლედ გოგა გამოგვეხმაურა და ქართველი არის, რომელიც ცხოვრობს 2 წელია, ხო? აქ ცხოვრობს. ხო, 2 წელია გერმანიაში ცხოვრობს, ბერლინში და ძალიან მაგრად გადაეკვეთა ჩვენი იდეები და მოკლედ აი ხა ვართ აი ესე. აი ესეთ ლამაზ ადგილას ვართ, ბერლინის ერთ-ერთი ცენტრი არის და ვიღებთ ფოტოებს, ფოტოგრაფი არის მოკლედ გოგა და იდეა ქონდა ის რომ აი ეს ჩვენი ქართველი გოგოები გადაეღო ბერლინის ცენტრში თავისი პროფესიონალური ფოტოაპარატით და მე მგონი კარგი ფოტოები გამოვა, მაგას კი ნახავთ დავდეთ სოციალურ ქსელებში, აგერ ვართ. ხო, თუ არ დავდეთ ესე იგი არ გამოვიდა კარგი ფოტოები. განახებთ დანარჩენ შედეგებს. სულ გცემთ, თუ არ გცემთ? ოსულა თავან. მეგობრებო, ეხლა არის დილის 2 საათი და გამოვედი სასტუმროდან ამ წამს, აი განახეთ ბარემ ჩვენს გოგონებს, როგორ ლამაზად დგანან. აი ესე. ეხლა მივდივარ დილის 2 საათი არის, 600 კილომეტრი უნდა ვიკატავ იმისთვის, რომ ვნახო ჩეხეთის საზღვართან ერთი მანქანა, რომელიც იდეაში გამოგვადგება ამ ტურში, რაშიც ჩავეტევით 6 ადამიანი, პლუს ჩვენი მოტოციკლები და გავაგრძელებთ გზას სხვადასხვა ქვეყნებისკენ. დავიძრები ახლა, დაახლოებით 9 საათზე, ვარაუდობ, რომ იქ ვიქნები უკვე. ჩანვარ, ხო? მე მგონი ჩანვარ. მოკლედ, სადღაც ახლა ვარ საწოვის ჩასასხმელად გაჩერებული. ბერლინიდან გამოვიარე 130 კილომეტრი. კიდევ ბევრი კილომეტრი მაქვს ჯერ სასიარულო. 4 საათი არის დილის ახლა აქ ამ წუთას. რა თქმა უნდა, წვიმა მოდის და მთელი გზა წვიმაში მოვდივარ და გასაწვიმარი მაგიტომაც ვია ახლა ამ წუთას. რა კიდე ბევრი საათი მაქვს ჯერ სასიარულო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ 600 კილომეტრს ყოველად არ ვკატავებ და როცა ჩავალ ნამდვილად კარგი მანქანა დაგხვდება იმისთვის რომ გამოვიყენოთ ჩვენი ვლოგისთვის და ის ვიდეოები რომლებიც წინ გვაქვს დაგეგმილი გადასაღებად მაგაში ხელი შეგვიწყოს ამ მანქანამ ხო და ამ ყველაფერთვის ერთი რამე მინდა რა subscribe please იმიტომ რომ აი თქვენი subscribe და დამატებული მაყურებლების რაოდენობა გვაძლევს ზუსტად იმ мотивაციას რომ აი ეს დეგენერატორები ვაკეთოთ ну ამ შემთხვევაში მე რომ აი ეს ეხა აი აქ ვიდგე რასაც ეხა ვაკეთებ და თუ ჩემი მეგობრობის შემთხვევაში რასაც ეხა ისინი აპირებენ ხვალ მოფრინავენ აქ და ხვალიდან იწყება გიჟური ევროტური უკვე 6-ნი ვიქნებით და რა იმედია ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის კაი მეგობრებო ეხლა ვარ ჩემნიცში ეგეთი ქალაქი არის ჩეხეთის საზღვართან არის ძალიან ახლოს და აქ ვიყიდე ეს მანქანა. ნუ ვიყიდე რა შევხედე მანქანას და დავაიწავდით გავიფორმეთ დროზე მეთქი, თორე დღეს რო არ გამეფორმებინა, იდეაში კიდე 2 დღე მერე არ მუშაობენ აქ რაღაც დასვენება აქვს და მოკლედ არც მინახია მანქანა ისე ვიყიდე. ძალიან ბევრი ძებნის და აი ქაოსის და სიგიჟის მერე ეს არის ჩვენი ლამაზუკა ჩემი ფორდი ხარ შენ ჩემი კაი მოკლედ ესეთი ტიპი არის ძალიან მაგარი კომპლექტაცია არის მოიცა ბარემ გავსხნა და განახოთ შიგნიდანაც აი ესეთი ტიპია წინ 2 მგზავრი იჯდება უკან 3 მგზავრი აი ესე და რაც თავია
შეგვიძლია ძალიან ბევრი ბარგის შენახვა. პლუს მოტოციკლებიც შეეტევა, რო დაგჭირდეს. შიგნით რო რამე იყოს მოტოციკლებიც ჩვეულებრივად შევა შიგნით. ესე. ცა. ეს განახოთ აქეთაც. აი ესეთი ტიპია მოკლედ. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხე დავწმინდე და რავი აი სახი გამძრა. აქაური მეგობარი არის ერთი ბასა რომელიც ცხოვრობს გერმანიაში ბევრი წელია და დამეხმარა ძალიან ბევრ რაღაცაში. გუშინ მთელი დღე ჩემთან ერთად ხეხა ის მანქანა და გავამზადეთ იმისთვის რომ ჩამოსულიყვნენ ჩვენები. ხო და რაც შეეხება ჩამოსვლას ამ ჩამოსვლაზე მოხდა ის რომ ბოლო წუთამდე მომიწია ამ მანქანის ყიდვის პროცესის გაწელვა, თუმცა სხვანაირად ვერ ვიზავდი, მინდოდა რომ მაქსიმალურად კარგი მანქანა ყოფილიყო, იმისთვის რომ კომფორტულად გვემგზავრა. ეს არც გასაყიდი მანქანა არის და ბარიგობას არ ვაპირებ მანქანაზე, უბრალოდ მინდოდა რომ კომფორტულად გვემგზავრა მთელი ამ ტურის განმავლობაში. ტექნიკურად მე მგონი კარგი მდგომარეობაში არის, რაც ვნახე. და ეხლა უკვე დავხვდეთ აბა აეროპორტში მოვედი, ბერლინის აეროპორტში ვარ, ბრანდენბურგში და წესით უნდა ჩამოფრინდეს 5 წუთში, თვითფრინავი და დავხვდები უკვე ამათ აქ. ეხლა ვართ ბერლინში, ვებესტრასეზე. ერთ-ერთი ლოკაცია არის, სადაც ძველი, ახალი მანქანები, მოკლედ ავტომუზეუმი არის, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო არის. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები დავტეხე და მოვედით აქ. უკვე აქედანვე ჩანს რა მაგარი რაღაცები აყენია შიგნით, პლუს აი დახურული სივრცე სადაც არის, იქ აყენია როგორც ვიცი, ნუ ბევრი ბუგატები, ლამბორგინები, ფერარები და ასე შემდეგ. წამო ერთად დავათვალიეროთ და ნახოთ რა სილამაზეები აყენია ეხა ბერლინის შუაგულში. ეს არის Jaguar E-Type, ეს არის მსოფლიოში ავტომოყვარულების მიერ აღიარებული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა მსოფლიოში. ბევრი ტესტ-დრაივებიც ჩატარებულა, ბევრი კლასიკა არის უკვე, რომელიც ცოტაღა არის დარჩენილი და ვისაც ყავს ძალიან მაგრა დუვლიან. ეხლა ამ შემთხვევაში სამი ცალია წარმოდგენილი ესეთი, ზუსტად ესეთი მოდელი და სამივე არის ახალივით მდგომარეობაში, ისეთი ლამაზი არის, რომ თვალს ვერ იწყვიტავ რა. მოკლედ ერთ-ერთი ულამაზესი მოდელი, რაც კი ოდესმე შექმნილა მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრი Ferrari და Lamborghini და Citroen და მოკლედ ძალიან ბევრი რარიტეტული მანქანა აყენია ისეთი, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე არის გამოშვებული, მაგრამ ეს მაინც ძალიან შინაურია რა. ეს არის ჩვენი ბავშვობა, მოკლედ რითიც დაიწყო ჩვენი ავტომოყვარულობა ზოგადად რა და ეს კონკრეტული მოდელი არის ფაქტიურად ახალი არის 22900 евро ღირს და არის ძალიან მაგარ მდგომარეობაში, ახალივით არის, აი უნაკლო არის როგორც სალონი, ისე ქვევიდანაც და ზოგადად გარედანაც რა. წამო დანარჩენი რაღაცების დავათვალიეროთ. ეს არის ადგილი, სადაც უკეთებენ რესტავრაციებს, ანუ ყველა ეს მანქანა რაც აქ აყენია, შემოიყვანენ აქ ამ მანქანებს, დაარესტავრირებენ, ახალივით გააკეთებენ ყველა მანქანას აბსოლუტურად და შემდეგ გაყავთ უკვე გარეთ, სადაც არის მუზეუმი და ნუ გაყიდვათ რამდენიმე მოდელი, თუმცა ყველასი არა. მოდი მეშ. ახლა ლამაზია. მაგნიტოფონები აქ გვაქვს რაღაცა კაპოტის აქსესუარები და ამთვლელები და ასე შემდეგ დეტალები. ეს ყველაფერი არის ორიგინალი, არ არის არც
რა ჩინური ნაწილები არ არის, ყველაფერი არის მანქანებიდან მონახსნელი ორიგინალი ნაწილები, აქსესუარები, რომელიც თან მაგარ ემოციებს იწვევს. ახლა რო უყურებ და ესე ახლოს რო არის ყველაფერი ძალიან დადებითი ემოციები არის, ვისაც მოსწონს ზოგადად ეს ყველაფერი საჭიებს შეხედე. Yeah. Pardon me? One car is right now under repair. Yes. It's very nice. Hello. Просто რანაკეთობა არის უბრალოდ რომ დააკვირდე როგორი ხარისხით და როგორი ენთუზიაზმით მუშაობდნენ ადრე რა გინდა მოტომწარმოებლები, გინდა ავტომწარმოებლები. აი რა დააკვირდე, არ ვიცი კამერაში რამდენად გამოჩნდება, მაგრამ ახლოდან აი ლაივში რო უყურებ ამ ყველაფერს თითოეულ დეტალზე იმდენი არის დაფიქრი და იმდენი არის ნამუშევარი, რომ აი ზე იდეალურობის პიკამდე არის მიყვანილი თითოეული დეტალი და ერთიანობაში მე გამოდის ესეთი რა და ერთიანობაზე მეტად მაგას იდეა ეგ არის რომ ერთიანობაზე მეტად ვიდრე ერთად რო შეხედავ მოტოციკლს აი სათითაოდ დეტალებს დაუკვირდე თითოეულ დეტალში არის მთელი პროფესიონალიზმი ჩაქსოვილი რა ესე იგი, ახლა ჩამოვედით ბერლინის ზოოპარკში ვართ, ცენტრალურ ზოოპარკში, რომელიც არის უდიდესი. უნგრეთის ზოოპარკში ხო ვიყავით და იქ ძალიან ბევრი ცხოველი ვნახეთ და აქ როგორც ვიცი არის პანდები. პანდა არ ყავს არასოდეს ნანახი და ძალიან მაინტერესებს და წამო ახლა დაგათვალიერებინოთ რეები ხდება ზოოპარკში ბერლინში. წამო. ამ ხა განახებ ჩინურ სტილში არის გაკეთებული მთელი ეს შემოღობილი ტერიტორია აქვს პანდებისთვის სპეციალურად. შიგნით როგორც ვიცი, ბევრი დიდი და პატარა პანდები არის და ერთი სულ მაქვს როდის ნახავ. წამო თქვენს დაგათვალიერებინეთ რა ხდება. ძალიან მინდა შეგნით შევიდე ხო? დავეთამაშო. აუ ჩაუჯუმუჯი დიდი სიამოვნე ვიტყვი შეხედე რა საყვარელია ვი. Ay, cabrón, eso está. Ahora sí Italia. Ready? Eka.
ყურს როგორ აპარტყოდებს შეხედე? რამხელა, მარო შეხედე. ოპ. აუ გაწამათა. ნუ და ყავინა. ესე იგი, აი თბილისის ზოოპარკიდან აბსოლუტურად სხვანაირი ზოოპარკი არის, ხო, ყველას რაღაცა, ნუ ცხოველთ მოყვარულებს ყველას გგონია, რომ ეს რაიმე როგორ წყალობერო ზოოპარკში არიან ცხოველები, გამოწყობილები და ასე შემდეგ. რეალურად ეხა აქ რა ცხოველებიც არიან, უბედნიერესები არიან, ისეთი მაგარი ზოოპარკი არის. ყველაზე მთელი ეფექტი მოახდინა იმან, რომ შენსა და ცხოველს შორის არაფერი არ არის რა. Čo გონია რა მიწდები ხელს და რომ მოაგლოკავს ან რაღაცას გიძავს რა, იმიტომ რომ შუაში არის ძალიან დიდი ამოჭრილი, სადაც ვერ ჩადიან ეს ცხოველები რა, ძალიან ღრმა არის და შესაბამისად ეგ იცავს ადამიანსა და ცხოველს შორის რა. ეგ იცავს ადამიანს რომ არ შეეხოს ცხოველს რა, მაგრამ თვითონ შეგრძნება ისეთი მაგარი არის, რომ გახარ და არაფერი არ გეფარება, არც შუშა, არც ხე, არაფერი აბსოლუტურად. წინ ეგრევე ხედავ როგორ არის ცხოველი წამოწოლილი, რომელიც ლომია, ლომფხვიან რა. მოკლედ ძალიან კმაყოფილები ვართ ღირდა ნამდვილად, ვინც მოხვდებით ბერლინში, არ გამაზოთ აუცილებლად შემოდით ამ ზოოპარკში. 25 евро ღირდა ერთი კაცის შემოსვლა და ნამდვილად ღირს, ისეთი მაგარი გზნობა არის, ვისაც ცხოველები გიყვართ რა თქმა უნდა რა, სულიერად მშვიდდებიან. და ვიღაცები ნახე ბებოები და ბაბუები ყავენ წიგნს კითხულობენ, მოდიან, შემოდიან და ზიან თავიანთი წიგნს კითხულობენ, ბედნიერად არიან რა. პანდა მაინტერესებდა ძალიან მაგრა და ნახე პანდა. ხა მოვედით ბერლინში ყველაზე საყვარელ ადგილას ჩემთვის, ეს არის ლუისის ყველაზე დიდი შოურუმი, მთელი ბერლინის, მთელი ევროპის მასშტაბით ზოგადად და შევიდეთ ახლა თან თქვენ დაგათვალიერებინებთ რამდენიმე დეტალს, როგორ არის ზოგადად ლუისის შოურუმები მოწყობილი და პლუს მაგას გადადებული მაქვს რამდენიმე დღის წინ გადავდეთ ჩემთვის სასურველი ნივთები, რაც მინდა რომ ახლა შევიძინო. გამო შევიდეთ. ველოდები ჩემი ნივთები და გამოიტანონ საწყობიდან რაც ავიღე და მომიტანენ და ეს არის ჩემი ლამაზმანები, რომელიც ახლა შევიძინე, კი არა შევიძენი, ახლა რომ გავალ და მე unboxing-საც ბარემ გადავიღებ რა არის რომ განახოთ. 56-ია, ეს არის ჩემი ზომო. მაგრამ იდეაში ვიჩენსა შეიმირჩევნია, ვნახო იქ ბევრად მეტი ფერების არჩევანი ექნება წესით. კაი, მოდი ბარემ მანქანასთან მივიდეთ და იქვე გავაკეთოთ unboxing-ით. და განახებთ რეები ყავია. მოდი, პირველი გვაქვს, ნუ აი ესეთი ლამაზი, ამას მე მგონი unboxing-ი არ ჭირდება, საათი არის Kawasaki-ის, მაგრამ მოდი მაინც გავხსნათ ხა. ბარე. ოკეი. აი ესეთი ლამაზი Kawasaki-ის საიტი გვაქვს, საათი გვაქვს უბრალოდ, რომელსაც დავკიდებ ჩემთან გარაჟში. ეს არის ახატია მე მგონი რაც არის იდეაში. სკამი არის გარაჟისთვის, რაზეც ზიხარ და თან აკეთებ რაც გინდა იმას, თან გორიალობ სადაც გაგიხარდება გარაჟში. ეს ძალიან პრაქტიკული უნდა იყოს. საბურავები აქვს ხოვიდან გასაკეთებელი. აქ დაჯდები, ზევიდან აქ სავარძელი გასაკეთებელი და პირიქით მიდევს რა. ესე ყოფილა. მოკლედ ეს არის სავარძელი. აქ რასაც გინდა შეინახავ. აქაც რაღაცებს დაყრი და ქვევიდან საბურავები უკეთდება ამას და ესეთი ლამაზი ტიპი არის, ამასაც გარაჟში შევინახავ. შარშან როცა ვიყიდე სტენდი, რომელსაც რაღაც ნაწილები არ ქონდა, თურმე დააკლდა და ეხა ჩამოვიდა ეს ნაწილიც ავიღე. ეს არის სტენდი უკანა მხარეს ასაყვანი მოტოციკლების რა. უკანა ტრაკის ასაწევი, მარტივად რომ ვთქვათ. ნუ ეს პიჭუპაჭუ რაღაცები, მაისური არის, ბრელოკი არის.
ესეთი Kawasaki-ის ყულაბა არის. აი ესეთია, რომელსაც გამოვიყენებ მოტოციკლეთის შესაძენად შესაგროვებელი ფულისთვის. ოღონდ Kawasaki-ის ყულაბაში შევაგროვებ არა Kawasaki-ისთვის საყიდელ ფულს მოკლედ. ეს არის ჩუსტები ლუისის ქალბატონი მარიამისთვის. ესე ეს ღვედები ავიღე იმისთვის, რომ მოტოციკლი გავაჩეროთ მანქანაში, სადაც მოგვიწევს გაჩერება. ეხლა აყენია სადღაც გარეთ არც ვიცი სად აყენია. ამეებს გამოვიყენებ და ამითი დავაყენებ და დავამაგრებ მოტოციკლებს, ჩემსაც და დავითის ბაიკსაც. და ეხლა ეს რა არის? ეს არის თან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნივთი. პრინციპში ახატია ზედ რაც არის. აი ესეთი ტიპია. სტენდი არის ასაყვანი მოტოციკლის, რომელსაც გამოვიყენებ ეხლა აი ამ მოგზაურობაში, რომ ამ მარშრუტკაში თავისუფლად შევიყვანო და გამოვიყვანო. ნახალოკური ფერია, რა თქმა უნდა. აქ ხარ ყველანი? აქ ხარ? ხარ ხო? მოკლედ ჩეხეთში ვართ, პრაღის დედაქალაქში. ჩეხეთის დედაქალაქში პრაღაში.